დღეს ვიკრიბებით იმიტომ, რომ უარი უთხრათ ამ არაბულ ქალაქებს, უარი უთხრათ საიდუმლო გარიგებას, რომელსაც ოცნება და არაბული კომპანია და ადებენ ჩვენ ზუგს უკან და კიდევ ერთხელ შემოვძახოთ მათ, რომ ასე არაფერი არ გამოვა. ხალხს უნდა შეიკითხონ ყველაფერი, უნდა გამოიტანოს ყველაფერი განხილვაზე და არ გამოვოთ რაღაც ჩუმი კორუფციული ჩანაფიქრები ამ ქვეყანაში და ამას რა თქმა უნდა ბოლომდე დაუდგებით არ ვაპირებ გაჩერებას. და მოლოდინი გვაქვს კარგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი აქტივობა არის და ჩვენ ნახოთ. ხელისუფლება როგორც ყოველთვის ხალხის ზურგს უკან დებს ხელშეკრულებებს, რომელიც არ არის ჩვენი ხალხისთვის მისაღები, უბრალოდ ანტიეროვნულ ხელშეკრულებებს დებს. დღემდე არ იცის ხალხმა თუ რა ხელშეკრულებაა ესა, რას გულისხმობს, რა შედეგი მოყვება, რას მოუტანს ქართულ ხალხს და ჩვენ სახელმწიფოს რა მოგებას და ამდენად უნდა გასაჯაროვდეს, რადგან მალავენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათი ნდობა არა გვაქვს, სამწუხარო ის არის, რომ დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხი არ ენდობა. პროექტის დაანონსებისთანავე გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ხალხის განწყობები, რომელიც ашკარად ამ პროექტის წინააღმდეგია. ჩვენ უამრავი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს რეგიონებში თუ თბილისში და აგვინახავს ადამიანი, რომელიც ეთანხმებოდა ამ პროექტს. შესაბამისად, ადამიანებს ველოდებით, შეიძლება აქციაზე არ მოვიდა 100,000 ადამიანი, მაგრამ მას არ აქვს მნიშვნელობა, ხალხში ეს რეზონირებს ეს საკითხი. აქციის მოთხოვნები კი მკაფიოა, სასწრაფოდ გასაჯაროვდეს დოკუმენტი, რომელიც გასაიდუმლოებულია იგილხილსა და ქართულ ოცნებას შორის, შეჩერდეს ყველანაირი მოქმედება, სანამ საერთო სახალხო განხილვა არ ჩატარდება და კონსენსუსი არ შედგება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს პირველი ესეთი აქტივობაა სერიოზული, რომელიც ასევე გაგრძელდება.